რომელიც ოცნებებს რეალობად აქცევს. ქუჩები, სადაც კინო, მუსიკა და თანამედროვე კულტურა იქმნება. სიმბოლოები, რომლებიც მილიონობით ადამიანს იმედს და ძალას აძლევს. ოკეანე, რომლის ტალღებიც ყოველდღე ახალ სამყაროს გაპონინებს. და რიტმი, რომელიც უძილ ღამეებს დაუსრულებელ თავგადასავლად აქცევს. ეს ამერიკაა, სადაც ყოველი დღე ახალი ისტორიის დასაწყისია. ჩვენი ტურის პირველი გაჩერება ამერიკის ყველაზე ცოცხალი ქალაქი ნიუ-იორკია, სადაც ოფიციალურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ნიუ-იორკი ხშირად მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალაქადაც მოიხსენიება. იგი შედგება 5 რაიონისგან: მანჰეტენი, ბრუკლინი, κουინსი, ბრონქსი და სტეიტენ აილენდი. ყველაზე ცნობილი მათგან მანჰეტენია, სადაც თავმოყრილია ქალაქის მთავარი სიმბოლოები: თავისუფლების ქანდაკება, ტაიმს-სკვერი, უოლ-სტრიტი და სხვა. და დღეს ვიწყებთ ცენტრალური პარკით. არც არავინ არ იყო, რომ გამოგვეშვა, ისეთი რომ ვიზა ქონოდა, გადაეღო, ეს ყველაფერი კარგად გაეკეთებინა და ამ ყველაფერს ჩვენივე ძალებით ვცდით. რა გამოვა საბოლოო ჯამში მე ვნახავ, თუმცა ვთვლი რომ 23 დღიანი მოგზაურობით მაიამი ულტრას ფესტივალი, მაიამი მიუზიკ ვიკი, ნიუ-იორკი, კრუიზი ბევრი ქვეყნით. ძალიან საინტერესო შეიძლება რომ გამოვიდეს. ვნახოთ რა გამოვა და მოდი დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა აი აქედან, ცენტრალური პარკით. რომელიც მანჰეტენის შუაგულში მდებარე ხელოვნურად შექმნილი უდიდესი მწვანე სივრცეა. მათ ხშირად ნიუ-იორკის ფილტვებსაც უწოდებენ. მისი მშენებლობა 1858 წელს დაიწყო და ფართობის 350 ჰექტარს შეადგენს, რაც მარტივად წარმოსადგენად თბილისის მთაწმინდის პარკზე 5-ჯერ დიდია. ყოველწლიურად ცენტრალ პარკს 42 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ცენტრალ პარკთან არის The Plaza Hotel. Home Alone-ში, მარტო სახლში, საკულტო ფილმი არის ყველა მაღაზია ვარ გაზრდილი. სადაც სასტუმროში ჩერდება და მამამისის ნახავს რომ ხარჯავ. დაგეტილი არის ცენტრალური ნაწილი, სადაც სასტუმროში დამრჩენი ტიპებისთვის არის შესაძლო მხოლოდ შესაძლებელი. აი ეს არის საერთო სივრცე და იგით არის კაფე. ამ წუთას არ ფუნქციონირებს, თუმცა შუა დღეს იხსნება ხოლმე და დღის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ. Plaza Hotel-ის შემდეგ ჩვენი გზა მე-5 ავენიუზე. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ყველაზე ძვირადღირებულ სავაჭრო ქუჩაზე გაგრძელდა, რომელიც ნიუ-იორკის ფუფუნების სიმბოლოდაც ითვლება. ავენიუზე თავმოყრილია ისეთი მსოფლიო დონის ბრენდები, როგორიცაა Dolce & Gabbana, Tiffany, Hublot და სხვა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ Louis Vuitton-ს აი ეს ახალი შენობა, რომელიც ძალიან მარტივად არის გადაწყვეტილი და ამავდროულად ძალიან ეფექტურად დგას მე-5 ავენიუს დასაწყისში. გვერდზევე აქვს Hublot, მაგრამ დაკარგულია მთლიანად ეს შენობა, იმიტომ რომ ეს გრანდიოზული და უზარმაზარი შენობა არის ჩამდგარი აქ. ფიქრობ რომ ძალიან კრეატიული და კარგი მარკეტინგია აქაური მე-5 ავენიუსთვის. Louis Vuitton-ს არქიტექტურის გარდა ჩვენთვის განსაკუთრებულად სხვა რაღაცაც აქცევდა. უბრალოდ სხვა ვიღაც. დაგვხდა ეს ულამაზესი ქართველი გოგონა. რა ქვია? Sophie, ჩვენ ძალიან გაგვიხარდა. ვიდეო მუშაობა. ყველაზე სოფლიო ტიპებს. ის შეხვედრი ხარ? Beyoncé-ს, Travis Scott-ს, მეტი ჯერ არ მინახავს. კი, მე მომსახურე Beyoncé-ს და ძალიან გამიხარდა. წარმატებებს გისურვებ. მადლობა თქვენს. თქვენი ნახვა უფრო გამიხარდა. Louis Vuitton-ის კაფეტერიიდან კი რა თქმა უნდა დაგიმონების garaშე არ წამოვსულვართ. ხელოვნების ნიმუშია აქაურობა. დალამაზია ნახე. ყინულიც კი, აგერ Louis Vuitton-ს ლოგოთი არის. გავსინჯოთ. მარტო ვიზუალია კაი თუ? ძალიან კაი. ახლა ძალიან კაი. ცივია, გემრიელია. ციტრუსოვანი არომატი აქვს. არც ფასები არ არის მაღალი. ავაგირდა $9, ჩიზკეიკი ღირდა დაახლოებით $20. ანუ ეს ფასები არ არის ამერიკისთვის ძვირად რომ ჩაითვალოს და ძალიან ადეკვატური ფასები. ბევრ რესტორანში უფრო მაღალ ფასებს ნახავთ ნიუ-იორკში რომ გაიარეთ. საკმაოდ მისაღები ამბავია. მე-5 ავენიუს შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ ნაწილში, 11 სექტემბრის მემორიალთან გადავინაცვლეთ, რომელიც ზუსტად იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ტყუპით სათამრჯენები იდგა. მემორიალი პატივს მიაგებს იმ 2977 ადამიანს, რომლებიც 2001 წლის ტერორისტულ თავდასხმას შეეძირნენ. აქ არის ყველა იმ დაღუპული ადამიანის სახელები და გვარები ამოტვიფრული, რომლებიც ამ ტრაგედიას შეეწია. ეს კი მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მარადიული შადრევანი არის. როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, დემონტაჟი გაუკეთეს ორივე ტაუერს და მათთან გვერდზე ააშენეს აი ეს შენობა, რომელიც ამერიკაში ყველაზე მაღალია. და მისი სიმაღლე 551 მეტრს, ანუ 1776 ფუტს აღწევს. და რადგან ამერიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღი ზუსტად 1776 წელია, ეს ციფრი One World Trade Center-ს განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვასაც ანიჭებს. ეს შენობა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალი სათამრჯენია. ტყუპით სათამრჯენების ადგილიდან ამერიკის ფინანსური კაპიტალის სიმბოლოდ ქცეულ Wall-Street-ზე გადავინაცვლეთ, სადაც მსოფლიოში უდიდესი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა მდებარეობს. ამ ქუჩაზე შეხვდებით 3 ტონიან ბრინჯაოს ხარის ქანდაკებას, რომელიც 1999 წელს ნიუ-იორკელებს იტალიელმა არტისტმა აჩუქა. ხარი ფინანსური სიძლიერის სიმბოლოდ ითვლება. ამის გამო კი ტურისტებს შორის გავრცელებულია ცრურწმენა, რომ თუ კი მის კონკრეტულ ნაწილს შეეხები, ფინანსურ საქმეში წარმატებას მოგიტანს. რის გამოც ქანდაკების ეს ნაწილი ყოველთვის გაპრიალებულია. დღის მიწურულს კი თავისუფლების ქანდაკების სანახავად კრუიზით გავემგზავრეთ. ალბათ ბევრმა იცით, თუმცა მაინც გეტყვით, რომ თავისუფლების ქანდაკება შექმნა ეიფელმა და მთელი ეს გზა ევროპიდან ამერიკამდე გაიარა
და მას მერე აი აქ დგას. თავისუფლების განტაკება ამერიკის დემოკრატიის სიმბოლოა, რომლის სიმაღლეც 93 მეტრია. იგი დამზადებულია სპილენძის ფურცლებისგან. მისი მწვანე ფერი კი ჟანგვის შედეგია. ქანდაკებას მარჯვენა ხელში ჩირაღდანი უჭირავს, ხოლო მარცხენაში დაფა, რომელზეც ამერიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების თარიღი 1776 წლის 4 ივლისი ამოტვიფრული. და თუ კი თქვენც აპირებთ მოგზაურობას და გსურთ რომ ყველაფერი თავად დაგეგმოთ, Travel5G გახდება თქვენი პერსონალური ტურისტული აგენტი ციფრულ სამყაროში. პორტალის საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ სასურველი ავიაბილეთები, დაჯავშნოთ საუკეთესო სასტუმროები, უზრუნველყოთ კომფორტული ტრანსპორტირება და შეიძინოთ სხვადასხვა აქტივობისა თუ სანახაობის ბილეთები. Travel5G-ზე თქვენ სწრაფად და მარტივად იღებთ ყველა საჭირო ტურისტულ მომსახურებას ერთ სივრცეში. გათენდა კიდევ ერთი დღე, მე და ბატონი ირაკლი მივდივართ ახლა რომ ნამდვილი ბრუკლინ დაინერი, ანუ ამერიკული კლასიკური დაინერი, რომელიც ცოტა მოდერნიზებული არის, მოვინახულობ. აქ არის Times Square-ზე, აი ამ ლამაზ ადგილას. Times Square ქალაქის ყველაზე ხმაურიანი მოედანია. მას მსოფლიოს გზაჯვარედინსაც კი უწოდებენ. ეს ადგილი დღეში დაახლოებით 400,000 ფეხით მოსიარულეს მასპინძლობს და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. Times Square გამორჩეულია გიგანტური კაშკაშა ციფრული ეკრანებით, რომლებზეც დღეში 180,000-მდე რეკლამა გადის. ასევე აქ შეხვდებით უამრავ მაღაზიას, კაფე-ბარს, ქუჩის არტისტებსა და სხვადასხვა კოსტუმირებულ პერსონაჟებს, რომლებიც ყოველთვის იქცევენ ვიზიტორების ყურადღებას. ძალიან მაგარი ტიპი გაიჩნდა. ეს არის fake cowboy. ეს ტიპი სამთარ ზაფხულ აი აქ დგას, აი ეს გაყინული, გამცხარ მნიშვნელობა არ აქვს. სულ შიშველია, სულ უკრავს და სულ Times Square-ზეა. რაც შეეხება Brooklyn Diners. ესე გამოიყურება ჩვენი მენიუ. ისმის მევასაპიროთ ბატონო. cheeseburger და cheesecake. How are you? Always happy to see you. Yeah, me too. See you again. ძალიან მადლი საღმრელოდ გამოიყურება. აია, აუ რა წვნიანია, თო შეხედე რა, კაია. ეს არის ქათმის წვნიანი. აი ყველაფერი ძალიან კარგად და ლამაზად გამოიყურება, შეხედე, აი, ამას უყურებ. აი აქ რომ მაგ იმჩიზი აგეთი მართლაც არ არია. იმდენი აქე რომ მეც მომინდა. ძალიან სხილი. არა რა ვიძია. მოვიდა ანგარიში. უხეშად $130. საკმაოდ ნორმალური ამბავია, იმიტომ რომ ნუ ვეღარ ვსვამთ ფაქტობრივად. Brooklyn Diners-ის შემდეგ დღის საათების შოპინგს დაუთმეთ. საღამოს კი ჯგუფთან ერთად Salt Bae-ს რესტორანს ვესტუმრეთ. ვაუ. Basically there is ნაყინთანეთად ბაყლავა არის გემრიელესია. ამერიკაში ნებისმიერ კარგ რესტორანში აკეთებენ საუკეთესო სტეიქს. აქედან გამომდინარე რა გაზრი არ აქვს, რომ მაინდა-მაინც ნუსრეთთან ან Salt Bae-სთან მოხვიდე, ბურგერზე რო შემოხვიდე, ბაყლავაზე რო შემოხვიდე, ინსტაგრამული ადგილია ხო ხდებით? კარგი აზრია აქ მოსვლა რა ჩემი აზრით. გამოვიდა საბოლოოებში $162. ეს Travel5-ის რეკომენდაცია. მოგვიანებით ერთ-ერთ კლუბსაც ვესტუმრეთ. ცოტა გავერთეთ და ეს დღე ღამის ნაცვლად მოუდენო დღის დილით დავამთავრეთ. გამოძინების შემდეგ კი ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ადგილი მოვინახულეთ. 1925 წელს დაარსებული Soda Candy წელს უკვე 100 წლის არის და რაც მაშინ 100 წლის წინ ხდებოდა, ზუსტად იგივე ხდება დღეს. Coca-Cola-ს ლაღიძის წყალივით დალევთ აკეთებულს და კიდევ სხვა ბევრ რაღაცას იქით გაჩვენებთ. Soda Candy ერთადერთი რესტორანია ნიუ-იორკში, რომელსაც დღემდე აქვს უფლება Coca-Cola-ის სიროფი შეიძინოს და კოლა ძველებურ, ტრადიციულ სტილში ჩამოასხას. აქ ასევე შეგიძლიათ დააგემონოთ სხვა გაზიანი სასმელები, milkshake-ები და კერძები. ზუსტად იმ მეთოდით მზადდება 100 წლის განმავლობაში, როგორც მზადდებოდა. Coca-Cola-ის სიროფი და შემდეგ გამატებენ გაზიან წყალს, აი ესეთი კოლა. ძალიან ძალიან ნაყინით. ვაუ. ხადაო, ძალიან გემრიელია. ეს დასწაულია, ძალიან მაგარია. აი ვითომ რა არის ამაში განსაკუთრებული, მაგრამ ძალიან კაია. ძალიან გემრიელი ბურგერებიც აქვს, როგორც ვიცი. ძალიან გემრიელია, აი არ ვიცი როგორ გემრიელია. და ეს ყველაფერი $65. ძალიან იაფი ფასებია ამ რესტორანში. ჩვენი შემდეგი ლოკაცია არის Dumbo, უბანი ბრუკლინში, რომელიც თავისი უნიკალური ხედითაა ცნობილი. აქ ორ შენობას შორის ზუსტად შუაში ხდება მანჰეტენის ხიდი, რაც ამ ადგილს ქალაქის ყველაზე პოპულარულ ფოტოწერტილად აქცევს. ბევრ თქვენგანს შეიძლება ნანახი კონდეთ ფილმი Once Upon a Time in America. ერთხელ ამერიკაში. ეს არის ძველი ფილმი და ეს არის ის კონკრეტული ადგილი, რომელიც ყველაზე დასამახსოვრებელია ამ ფილმიდან და მის პოსტერზეც არის აღბეჭდილი. ეს არის Manhattan Bridge-ის საუკეთესო ხედი ამ ადგილას და ვისაც გახსოვთ ეს ფილმი, მარტივად აღიდგენთ აი ამ სცენას ამ კონკრეტული ადგილიდან. ამ უბანში წარსულში ინდუსტრიული საწყობები იყო. დღეს კი ხელოვნების გალერეებითა და მოდური სივრცეებითაა სავსე. ასევე ის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რაიონია. ხედის დათვალიერების შემდეგ კი რა თქმა უნდა Manhattan Bridge-ზეც გავიარეთ. საღამოს კი ნიუ-იორკის ხედით კვება სამიტან Vanderbilt-ზე გადავწყვიტეთ. სამწუხაროდ ყველაფერი ნისლში დაგვხვდა გახვეული, მაგრამ მიუხედავად ამისა ნიუ-იორკის ხედებს მაინც ჰქონდა თავისი სილამაზე. სამიტან Vanderbilt-ი არის 427 მეტრზე მდებარე უახლესი ობსერვატორია, რომელიც შუშის პანორამული ხედებით, სარკეებითა და სხვადასხვა ინტერაქციული ზონებითაა სავსე. ეს ყველაფერი კი დაუსრულებელი სივრცის ილუზიას ქმნის, რაც ამ ადგილს ტურისტებისთვის გამორჩეულ გამოცდილებად აქცევს. ისევე როგორც სრულიად ნიუ-იორკს. ეს ქალაქი იმდენად მრავალფეროვანი და უზარმაზარია, რომ მის შესახებ ათობით თუ არა ასობით ვიდეოს გადაღებაა შესაძლებელი. ყოველი ქუჩა და ყოველი უბანი ახალ სანახაობასა და გამოცდილებას გთავაზობს, რომელიც თითქოს უკვე აქამდეც გინახავს, რომელიღაც ცნობილ ფილმში ან სერიალში. ჩვენ კი მოვინახულეთ მისი სიმბოლოები, შევეხეთ მის ფინანსურ პულს და ვისიამოვნეთ ამერიკული
სრული ცათამბჯენების ხედებით. მომდევნო დღიდან კი ჩვენი ტური კრუიზში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც მოვივლით პუერტო-რიკოს, დომინიკის რესპუბლიკას და ბაჰამის კუნძულებს. როგორც იქნა ჩამოვაღწიეთ კრუიზზე და ერთი კვირის განმავლობაში ვიქნებით აქ. MSC კრუიზის ყველაზე ცნობილი კრუიზების კომპანია, რომელიც მთელ მსოფლიოში ოპერირებს. ხმელთაშუა ზღვიდან დაწყებული კარიბის ზღვით დამთავრებული. გემი წარმოადგენს მინი ქალაქების იმიტაციას. შესაბამისად, კრუიზის სავსეა კვების ობიექტებით, კლუბებით, სპორტ დარბაზებით, შიდა და გარე აუზებით, კაზინოებითა და გასართობი ობიექტებით. მოკლედ აქ არის ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა დასვენებისას ინატრო. თავარია ზღვის დავადება მას შეგაცხოს. გემზე სამჯერად იყვება, ის განმავლობაში სულ გაშლილია თითქმის ყოველდღიურად საუცხოო ხედებზე იწევთ საუზმეთს, ვახშამის და სადილს. აქვე არის რა თქმა უნდა ბარი, სადაც შეუულებრივად მიბრძანდებით შეუკვეთავთ ალკოჰოლურ თუ უალკოჰოლურ სასმელებს და ასევე ნაყინი, ისიც ძირითადად ყველანი ცენტრალურ აუზზე იკრიბებიან. ძალიან კარგი ამინდია და ძალიან ბევრი ხალხი არის აქაც დაბლა აუზეს. ეს კონკრეტული რესტორანი ესე გამოიყურება. პირველი კერძი გვაქვს ბადრიჯანი პარმეზანით და სოუსით. ირაკლიმ პრეტენზია გამოთქვა რომ მე რატომ არ მომიტანსო კრევეტებიო და გინდა მეთქი რა არაო. გაგიტყდა პატიში მომყოფებენ გეგონა თუ. ამ კონკრეტული რესტორნის ღირებულება კრუიზის ფასში შედის. განსხვავებული კერძების მაძიებლებს კი შეგიძლიათ გემზე სხვა რესტორნებსაც ესტუმროთ, რომელშიც ამჯერად თანხას გადაიხდით. გემრიელი ვახშმის შემდეგ კი ოთახებში დასვენება გადავწყვიტეთ, რადგან მომდევნო დღეს კრუიზის პირველ ლოკაციაზე ვაპირებდით ღუზის დაშვებას. ჩვენი პირველი გაჩერება დომინიკელთა რესპუბლიკა. ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი აქვს დომინიკის რესპუბლიკას. ასევე დომინიკის რესპუბლიკა ცნობილია მისი თამბაქოს კულტურით, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიული, ეკონომიკური და კულტურული ელემენტია. დომინიკის რესპუბლიკა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სიგარის მწარმოებლად ითვლება. მისი ნიადაგი და გეოგრაფია იდეალურ გარემოცქმის მაღალი ხარისხის თამბაქოს მოსაყვანად. ეხლა დაგატრიალეს, მაგრამ დომინიკური აგერ გიქვევს ადამიანი. This cigar, United States, $25, one single piece. This one here is only 15. ასევე აქ დიდი რაოდენობით მოყავთ სხვადასხვა სახის მცენარეები, რომლისგანაც მათ ტრადიციულ სასმელს, მამა ხუანას ამზადებენ. იგი არის ალკოჰოლის, თაფლისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების ნაყენი. დომინიკელთა რწმენით მამა ხუანას ენერგიის მომატების ეფექტი აქვს. ასევე ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას და ამაღლებს იმუნიტეტს. And then it's good for back pain, growing problem, prostate, cough, and it's new, very good also too. მოდი გავსინჯოთ მამა ხუანა იაკლი. გამომარჯოს. კარგად. We say para arriba, Arriba, abajo, abajo, para el centro. გამომარჯოს. გამომარჯოს. დომინიკის რესპუბლიკაში ჩვენი ბოლო ლოკაციაა Pink Street-ი. უბრალოდ პატარა ქუჩა არის, რომელიც ვარდისფრად არის გადაღებული. ყველაფერი აბსოლუტურად თავის განათებები, დარაბები, ფანჯრები, შემოსასვლელით და აი იქიდან იწყება და აი იქ მთავრდება. ეს არის მთელი ჩვენი Pink Street. ბევრი არაფერია სანახავი, სიმართლე გითხრათ, კარას უყურებთ, თუმცა რაღაცა პატარა ატრაქციები შექმნეს ტურისტებისთვის და პატარა ლოკაციები შეექმნა. და ეხლა მოვედით კოლგების ქუჩაზე. ეს ძალიან პატარა ქალაქია პუერტო პლატა, რომ გითხრათ, დიდად სანახავი ადგილები არ მოგაწყვეტ, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. მათიაზე. მომდევნო დღეს კი კვლავ კრუიზის დათვალიერება გავაგრძელეთ. Let me get Nutella. Do you have Nutella? Chocolate? Let me get dark chocolate. Raspberry. One this and one chocolate. No, together. Nice, beautiful. Thank you so much. It looks beautiful. გავსინჯოთ ახლა რა ვიღეთ? შოკოლადი და ფინკრა. Nice. აი, ძალიან გემრიელია. $20 რა. 2 წელი რაღაც ავიღე და ადამიანურად ვინც ერთ წელს აარჩევს პირობი და $3.5 არაფერია რა. გემრიელი საუზმის შემდეგ კი კრუიზის მომდევნო ლოკაციას, პუერტო-რიკოს ვესტუმრეთ, რომელიც ყვითელი ქვიშით, პალმებით და ულამაზესი ხედებით ჩვენი ტურის საბოლოო და მთავარ ლოკაციას, მაიამს გვახსენებდა. დაახლოებით 9 საათია დავდივართ უკვე პუერტო-რიკოს ქუჩებში და გაკრიალებული და გაწკრიალებულია. ამერიკაში ვარ, მაგრამ ბევრად ლამაზია. ნახე როგორი პალმებია, როგორი სიმწვანეა. მაიამის ვაიბი მოგაგზავნა. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი, რამდენიმე დღე რო ჩამოხვდა. ერთ-ერთი გაჩერება გვაქვს Capitol Hill of Puerto Rico. თლიანად რომაული არქიტექტურით არის შექმნილი და გარედან მარმარილოთი არის მოპირკეთებული. აქვს 78 ფანჯარა, რომელიც 78 მუნიციპალიტეტს გამოხატავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აშენდა, რაც შეეხება ხედს აქედან. შეხედეთ, ეს არის საოცარი ხედია. არ ვიცი ეს ყველაფერი მოულოდნელობის ეფექტი უფროა თუ ერთი ნახვით შეყვარება. ეს უბრალოდ ულამაზესია, არ ვიცი რა უნდა დავარქვა, შეხედეთ, აფერია, ოკეანე, ტალღების მიუხედავად, უბრალოდ შეხედეთ და პუერტო-რიკო ასევე გამორჩეულია ულამაზესი ინსტაგრამული ფოტოლოკაციებით, რომლის ფერადი შენობები და საუცხოო არქიტექტურაც ტურისტებისთვის აქაურობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. აქედან არ ჩვენ არ წავალთ, აქ ფოტო არ გადავიღოთ. ნახეთ და ველოდი პუერტო-რიკოსგან ამბობთ. ძალიან მოწესრიგებული ქუჩებია, სისუფთავია, გაკრიალებულია ყველაფერი. ფერადია, რაც თავარია. ადამიანები მოწესრიგებული, ლამაზი, რა ვიცი. არანაირი ნეგატივი ამათგან არ მოდის. ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ძალიან კარგი ამინდი დაგვემთხვა და რა ვიცი. პატარა წვრილი ქუჩები და ფერადი სახლები. არქიტექტურაც ძალიან კაი დიზაინით
accent არის გაკეთებული. ცოტა ესპანური, ცოტა ამერიკით მოდერნიზებული ამერიკული, სხვადასხვა vibes გაძლევს სხვადასხვა უბანი და ქუჩა. კაი გოგოები წყალთ. Okay. როგორც ჩანს ადგილობრივებს მხოლოდ სიცოცხლეში არ უნდათ ლურჯ ოკეანესთან სიახლოვე და სიკვდილის შემდეგაც ახლოს ყოფნაც ცდილობენ. მე ესეთი კარგი ხედი სასაფლაოებიდან ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს. ამაზე მაგარი ხედი სასახლესაც არ აქვს ალბათ. ერთი ხეოფსი არის პირამიდებში რო წევს და მეორე ამათ აქვს ალბათ საუკეთესო ლოკაცია დედამიწაზე. სიკვდილის მერე. არ ვიცი, ხალხს საუზის არა. საცხოვრებელი არა, გესენის არწვანა შეხება. ამაზე ნაკლებზე არ მინდა ვიწვე რა სიცოცხლის ბოლოს. მაგრამ ეხლა დავფიქრე, დიდანახე რას მივხვდი. ეს ესეთი ადგილია, რომ შენებსაც არ დაეზარებათ, რომ მოვიდნენ და დაგხედონ რა, რომ მივიწყებას და დავიწყებას არ მიესე. მოვლენ მშვენიერი ხედია, საუბრებენ, გაიხსენენ ისტორიებს. ნახე რა სიმწვანეა რა ადგილია. ასწავლებს რა, მოკლედ ერთი კაი ადგილი უნდა გქონდეს ადამიანს შენთვის, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ და ისაუბრონ და კაი ხედი დადგონ. გათამაშების ჯერის დადგა. წინა ვიდეოში დავაანონსეთ, რომ 24 ადამიანს გავახარებდით და 12 საგზურს გავათამაშებდით. ძალიან მარტივი პირობებია. ტაილანდის მეორე ვიდეოზე უნდა დაგეწერათ სწორი პასუხები 3 კითხვაზე, რომელიც ვიდეოდან იყო მოცემული. ძალიან ბევრმა ადამიანმა, ასობით ადამიანმა დაწერა პასუხები და მოდი ამ კომენტარებიდან შემთხვევითობის პრინციპით გამოვავლინოთ პირველი გამარჯვებული. რენდომაიზერში ჩაგდებულია უკვე ის კონკრეტული ვიდეო. ავირჩიოთ უნიკალური ავტორი, keyword-ი სწორი პასუხის და მოდით გავიგოთ პირველი გამარჯვებული. ნინო არბოლიშვილი. 2018 წელს დაიკიდა 5 stage იყო. გილოცავ ნინო. შენ მოიგე საგზური ევროპაში. 2 ადამიანზე შეხარ პირველი გამარჯვებული ჩვენი ტურისტის პროგრამის. გილოცავ. დაგვიკავშირდი 2 კვირის განმავლობაში გაქვს პერიოდი რომ დაგვიკავშირდე რომ მიიღო შენი კუთვნილი ტური. ერთი საგზური უკვე გავათამაშეთ 2 კაციანი, მაგრამ დაგვრჩა 11 საგზური. შესაბამისად, უნდა დავსვათ 3 ახალი კითხვა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ წესებს, რადგან ძალიან ბევრმა თქვენთაგანმა არასწორად დაწერა არასწორ ადგილას პასუხები. პასუხები უნდა დაწეროთ მხოლოდ და მხოლოდ იმ კონკრეტული ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში, რომელი ვიდეოდანაც ისმის კითხვები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იაპონიის ვიდეოდან დაისმება 3 კითხვა და მხოლოდ ამ ვიდეოს კომენტარებში უნდა დაწეროთ 3 სწორი პასუხი. კითხვები კი შემდეგია. სოფლიოში ყველაზე დატვირთულ ზებრა გადასასვლელზე, ანუ შიბუია კროსინგზე. პიკის საათებში დაახლოებით რამდენი ადამიანი კვეთს გზას? რა ღირდა ვაგიუ სტეიკი, რომელიც იაპონიაში მოგზაურობის დროს დავაგებინებთ? ერთ მშვენიერ მზიან დღეს, კონკრეტულად რა სასმელს ვსვამდი გვამებთან ჩავლისას? გისურვებთ წარმატებებს. გემზე დაბრუნების შემდეგ საღამოს საუკეთესოდ გასატარებლად გასართობ სივრცეებს ვეწვიეთ. ამ ბლაინერის მე-18 სართულზე არის გასართობი სივრცე. არის ფორმულა 1-ის სიმულატორი, რომელიც ძალიან მაგარია. წინ ეკრანი ისე აქვს დამაგრებული, რომ რეალობის აბსოლუტურ შეგრძნებას გიტოვებს. სხვათა შორის ძალიან ძნელია, იმიტომ რომ ოდენ აუკრავ თუ არა რულს, მიდიხარ რაღაცას გაუკვალავში, გადავიხარ, იქიდან რთულია ძალიან გამოსვლა რა. არის VR მოტოები, კალათბურთი, სხვადასხვა სათამაშო აპარატები და მოკლედ დიდების და პატარების ძალიან გემრიელად ერთობიან რა. ამ სხვადასხვა თამაშებით შეგიძლია დააგრო ბილეთები, რომელ ბილეთებსაც მე საჩუქრებში ცვლი. შემოვიდით VR-ის ოთახში, სადაც ვითამაშებთ ნინძას. 3 დასათვალე გვაქვს, ჩვენი იარაღები, მიერთყი. დავაი. ჩვენ არ გაიხარე, ჩვენი უბოდო. ავაოხრეთ ნინძები, წამოეთ. იოზე გავედი. სორნი ვიყავით. კრუიზზე ასევე არის თეატრები, სადაც ყოველ საღამოს ტარდება ბროდვეი სტილის მუსიკალური შოუები და საცეკვაო და აკრობატული წარმოდგენები. ასევე კრუიზზე ღამის ცხოვრებას ძალიან აქტიურია. აქ არსებული კლუბების გარემო, ხალხმრავლობა, მუსიკა და ბარები კი ნამდვილად დაგავიწყებთ, რომ რეალურად შუა ოკეანეში იმყოფებით. Silent discos როა. ადამიანებს უკეთია. უსასმენები, ორი სხვადასხვა მუსიკა, ლურჯი ერთი მუსიკა, მწვანე მეორე. რაც ლურჯი ძალიან კაი მუსიკაა და ყველა ამაზე გულაობს დღეს. ძიმე ღამის შემდეგ დილით ადრე გაგვიზება მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი ოთახიდან ხედმა მოლოდინს გადააჭარბა. აი, აქ გდია, არ გადის გარეთ და აი გარეთ რა ხდება. დილით რო აი აქ იგვიძებ. შეხედე. ორიოდე სიტყვა ამ კუნძულის შესახებ. ეს კონკრეტული კუნძული არის Ocean Cay, რომელიც ეკუთვნის MSC Cruise. ისინი არეგულირებენ მის სპორტს, ინფრასტრუქტურას და გარემოს. 2015 წელს MSC Cruise-მა მთავრობასთან 100 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კუნძულის რეაბილიტაციის შემდეგ 2019 წლის 5 დეკემბრიდან ის ოფიციალურად გახსნა. არსა დედამიწის ზურგზე არ არის ისეთი ფერის წყალი, როგორც არის აქ. საოცარი ფერია რა. 64. მართლა 64-ში. რაც შეეხება უშუალოდ კუნძულს, ეს არის პრივატული კრუიზ რეზორტი ბაჰამის არქიპელაგში, სადაც მოგზაურები იღებენ ყველაფერს, რასაც შეიძლება კუნძულისგან ელოდე. აქ არის 8 სხვადასხვა სანაპირო, განსხვავებული ატმოსფეროთი და კრისტალურად სუფთა წყლით. სადაც შეგიძლიათ გამოცადოთ სნორკელინგი, პადელბორდი და სხვადასხვა წყლის აქტივობები.
ეს კი ჩვენი კრუიზის ბოლო გაჩერება იყო და წინ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მზიანი ქალაქი მაიამი გველოდა, სადაც 6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც მას ფლორიდის ყველაზე დიდ ურბანულ რეგიონად აქცევს. მაიამი ცნობილია მრავალფეროვანი კულტურით, ძლიერი ლათინოამერიკული გავლენით, არტ-დეკოს უნიკალური არქიტექტურით და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო ზოლით, მაიამი ბიჩით. ამ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა Ocean Drive, რომელიც ფერადი შენობებით, პალმები და მუდმივად ცოცხალი ენერგიით მაიამის ნამდვილ სახედ იქცა. მსოფლიოს მასშტაბით ხალხმა ეს ქუჩა საკულტო თამაშიდან, GTA Vice City-დანაც გაიცნო. ასევე აქ მდებარეობს იტალიელი დიზაინერის, Gianni Versace-ს ყოფილი რეზიდენცია, იგივე Casa Casuarina. ეს არის 1930 წელს აშენებული შენობა, რომელიც შემდეგ მოკლულმა იტალიელმა fashion designer-მა Giovanni Versace-მ შეიძინა და 97 წლამდე ცხოვრობდა მან. ეს შენობა გადაკეთდა როგორც სასტუმრო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტუმრებს იღებს რესტორანში. თვითონ ადგილი ულამაზესია ნამყოფი ვარ და მინდოდა რომ ეს გამოცდილება ჩემი მეგობრებისთვის და ჯგუფის წევრებისთვის გამიზიარებინა და ეს არის ადგილი, სადაც ბატონ ჯოვანი მოკლეს. ველური სალმონი, ბერძნული სალათი და ერთჯიკა ღვინო საბოლოო ჯამში გამოვიდა $97. როგორც ყოველთვის ვარშავი ძალიან გემრიელი იყო, გარემო ძალიან კარგი იყო, აუცილებლად სანახავი ადგილია და Travelfy-ისგან რეკომენდირებული ადგილი. ჯავშნის გაკეთება მხოლოდ და მხოლოდ ონლაინ ხდება, რა თქმა უნდა Travelfy ეს ყველაფერი წამში გაგიკეთა. დანარჩენი კი თქვენთან შეაფასეთ. მაიამიში ვიდეოს გადაღება უამრავ თემატიკაზე შეიძლება, მაგრამ ზუსტად ამ დროს ჩვენ სპეციალური მიზნით ჩამოვედით, როდესაც ქალაქი მასპინძლობს Miami Music Weeks, რომელიც ელექტრონული მუსიკის მსოფლიო კალენდარში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მაიამიში მარტის თვის ბოლო კვირა მსოფლიოს გარშემო თითქმის ყველა ცნობილ არტისტს აერთიანებს. Music Week-ის ფარგლებში მთელი ქალაქის მასშტაბით იმართება ივენთები. ამ კვირის მთავარი მოვლენა კი Ultra Music Festival-ია, რომლის სიტყვებით აღწერაც გამიჭირდება. ამიტომ კარგად მოკალათ და დატკბით ყველაზე გიჟური კადრებით, რაც კი ოდესმე გინახავთ. Ultra სამდღიან ფესტივალზე მსოფლიოს უდიდესი და ყველაზე გავლენიანი დიჯეები უკრავენ და მას ყოველწლიურად 160,000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. Miami Music Week Ultra-სთან ერთად არის პლატფორმა, სადაც ინდუსტრიის პროფესიონალები, დიჯეები და მუსიკალური ლეიბლები იკრიბებიან. ის განსაზღვრავს მომავალი წლის ელექტრონული მუსიკის ტენდენციებსა და მიმართულებებს და მაიამის მსოფლიო რუკაზე ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ სიმბოლოდ აქცევს. ფესტივალის პირველი ღამის შემდეგ კი ასეთი დილა. უბრალოდ საღამო გათენდა. ცოტა მძიმე ღამე იყო გუშინ, რაღაც საღამოსკენ გავიგუძე და გაგიჭებ რა. და გადარჩენისთვის ცდილობ რაღაცები გავაკეთო. რთულია მაიამის მუსიკალური კვლევები და გადარჩენა. ყოველ დღე სადღაც რაღაც ხდება, სოფლიო საუკეთესო ტიპები არიან ჩამოსულები და როგორ გინდა რომ რომელიმე გამოტოვო. შანსი არის რა. მიდიხარ, იცლები რამე, მე დილით ყდები, მე ისე უნდა გაცოცხლდე და ისე აი მით ყოველ დღე. ხდება ვიღოთ ოთახისთვის რაღაცები. საზამთრო ეს დაჭრილი არის ცხონება დილით რო გაიღვიძებ. აქვე ძის მეორე მხარეს გვაქვს მეგა პიცა, რომელიც ძალიან მარტივი გამოსავალია ესე დროს უცებ მინდა რომ რამე ჭამ. Can I get it? Yeah, ask first. ის ზომანაკი. არა ირეკლა, დავეძმა. გაცოცხლი. ეხლა არის 6 საათი. ვიძე კი ეს. ეს დღე რა თქმა უნდა მთლიანად გამოძინებაში და ძალების აღდგენაში გავიდა. მოგვიანებით ფესტივალის მეორე არაჩვეულებრივმა ღამემაც ჩაიარა, რომელიც როგორც სხვა დღეები 12 საათზე მთავრდება. რის შემდეგაც ნამდვილი გართობის მოყვარულთათვის სხვადასხვა ლოკაციაზე უამრავი წვეულება, ეგრეთ წოდებული after party იმართება, სადაც ფესტივალზე გამოსვლელი არტისტები მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებენ დაკვირას. after party-ების შემდეგ კი მომდევნო დილა ამჯერად სანაპიროზე ახალი დაკვირვებებით გათენდა. დილის 8 საათია, მუსიკალური კვლევია, თითქოს ყველას უნდა ეძინოს და სანაპირო გახსნეს. 5 საათებში დაკეტილი აქაურობა, იმიტომ რომ გასვლა არაფრიზულმა ადამიანებმა თავს არ დაუშაონ. რა ლამაზი აქაურობა, რამდენი ხალხია. იგით არ ვიცი რამდენი ჩანს, მაგრამ 2-3 მოედანი ფრენბურს თამაშობს. ეს ყველაფერი არის დილის 8 საათზე. სწორება ჩქეფს. მაიამი არის მხოლოდ თავისნაირი. არსად არაფერს არ გავს. ყველა მისის გართობის კულტურა, ვარჯიშის, ცხოვრების წესის, ამას წლები ჭირდება, ამას
შეგნება ჭირდება, ამას ცოდნა ჭირდება, გასაკეთება. მთელი დედამიწა ცდილობს რომ მათ მიბაძოს, დაიმსგავსოს. მაგიტო როცა ეკითხები ადგილობრივებს, სადაურიხან რაღაცა, რომ Miami baby, აი ეს ამ ინტონაციით, რაღაცნაირად გაღიზიანებს ეს ყველაფერი, მაგრამ არიან, იციან. ულტრას მესამე დასკვნითი ღამე ტრადიციულად გრანდიოზული ფეიერვერკების შოუთი დაგვირგვინდა. დასრულდა ულტრა 25 წლის თავი ღირსეულად ჩაატარეს. დასრულდა ულტრა, მაგრამ არ დასრულებულა წვეულება. ქალაქი პარალიზებულია. Miami Music Week-ის დასახურად კი უკანასკნელი ენერგიის ამოწურვამდე ყველა შესაძლო ივენტს თუ კლუბს ეწვიეთ, სადაც ავტოპარტი ტარდებოდა. აი იქი და აი ბოლოში არის შესასვლელი. ხალხი რა ჩანს, სულ რიგია. იმას არავის არ ანაღლებს, საერთოდ. სტეიჯების შესასვლელთან არ ხდება, რიგებია. დილის 7 საათია. აღარაფერი, აღარ არსებობს. ამ ქვეყანას და თუ გონიათ რომ ამ დამთავრდა რაღაცეები 48 საათიანი ავტერპარტია. რის შემდეგაც გამოძინების და ბოლომდე გამოფხიზლების დროს დადგა. დავამთავრეთ ყველანაირი ფესტივალები, დავამთავრეთ ავტერპარტები, იმათი ავტერპარტები, ყველაფერი. რაც კი შეიძლება რომ მოგვესწრო ამათ დღის განმავლობაში. მთელი გულისული აქ რჩება რა. ეს იყო ემოციების, სიხარულის, ბედნიერების, თავგადასავლების, რა ვიცი, ყველაფრის კორიანტები. დაემშვიდობე მაინც ხალხს. რაღაცა გითხარი 1-2 სიტყვა. ამოწყვეტი. ესე იგი კარგი ტური იყო. რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ეს არის ქვეყანა, სადაც მოგზაურობა ოდესღაც ჩაფიქრებულ თითქოს მიუღწევად სურვილებსა თუ ოცნებებს რეალობად აქცევს. აქ თითოეული კუთხე თითქოს კარგად ნაცნობი ადგილია, რომელიც სადღაც ერთხელ მაინც გვინახავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკა არასდროს ტოვებს განცდასდრომის ბოლომდე შეიცალე. და სწორედ ეს ყველაფერი აქცევს მას ადგილად, სადაც დაბრუნება ყოველთვის მოგინდება. და თუ გსურთ რომ აღმოაჩინოთ უფრო მეტი და საინტერესო ადგილი ტურისტთან ერთად, გამოიწერეთ Travelfly-ის არხი და დაელოდეთ მომდევნო ლოკაციას.